საკრედიტო სააგენტო CNP-მ საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მაჩვენა მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებელი მაკროეკონომიკური მდგომარეობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა კი ეკონომიკური და ფისკალური სიჯანსაღით არის გამოწვეული, რასაც თან ახლავს შედარებით ძლიერი პოლიტიკის ჩარჩა. მოსალოდნელზე მაღალი არსებული ეკონომიკური ზრდის გამო CNP-მ საქართველოს 2025 წლის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა, რაც წლის დასაწყისში 5.7% იყო. ასევე გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზით. სარეიტინგო კომპანია საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს რეგიონულ კონტექსტში საკმაოდ გონივრულად და წინდახედულად აფასებს, რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას. ანგარიში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში უცხოური რეზერვების ზრდა, რაც ფულადი ნაკადების შემოდინებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მეშვეობით მოხდა ძალიან მნიშვნელოვანია. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით მოსალოდნელია რეზერვების კიდევ უფრო გაზრდა. ამასთან აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას. საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილური დაადასტურა. გაზრდილი გეოპოლიტიკური გამოწვევების და გლობალური გაურკვევლობის ფონზე აღნიშნული პერსპექტივის დადასტურება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. ასევე სარეიტინგო კომპანია თავის შეფასებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეიტინგი განპირობებულია მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდით, ვალის ზომიერი დონით, საერთაშორისო რეზერვების შევსების დინამიკით. მიმდინარე ანგარიშით თავის წინა შეფასებასთან შედარებით საკრედიტო სააგენტომ გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისათვის 5.7%-დან და 7.1%-მდე, ასევე გაუმჯობესებულია მათი პროგნოზები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან მიმართებით 5%-დან 4.1%-მდე. S&P-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო გონივრულია, რამაც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. სააგენტოს პროგნოზით 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.7% იქნება. S&P ხაზს უსვამს, რომ საქართველოში საბანკო სექტორი მომგებიანი რჩება კაპიტალიზაციის მაღალი დონით და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით. საზედამხედველო პოლიტიკა, გამჭრელობის მაღალი ხარისხი და კორპორაციული მმართველობა ხელს უწყობს ძლიერ საბანკო რეგულირებას,